მე თბილისში ვარ. საკმაოდ თბილ სახლში ახლა. არაფერი მიჭირს მეთქი ასე შემიძლია ვთქვა. მაგე ვიდეოს ვწერ. ჩემზე მაგრები, ოღონდ მართლა მაგრები. ჩემი ასაკისანი და უფრო რასაკვირველია ჩემზე ახალგაზრდები. ახლა არიან სტიქიის ზონაში. უკლებლივ ყველას, ვინც ახლა არის დასავლეთ საქართველოში, გურიასა და აჭარაში, მაღალმთიან სოფლებში, რომელთა გარკვეულ ნაწილსაც, მცირე ნაწილს მე ვიცნობ და ვისაც ვიცნობ, მათ არ ჩამოვასახელებ, იმიტომ რომ ნამდვილად ვერ ჩამოვასახელებ სხვებს და რატო უნდა გამოვაცალკევო სხვები კი არა, ჩემი ნაცნობები. უკლებლივ ყველა მოხალისეს, ვინც ჩართულია ამ პროცესში, სტიქიასთან ბრძოლის პროცესში, მე არა მარტო მივესალმები, არამედ ვუხდი უზარმაზარ მადლობას. მე თბილისში ვარ და მხოლოდ ამის თქმა შემიძლია ამ ახალგაზრდებისათვის, ამ მოქალაქეებისათვის. მე თბილისში ვარ და მე მივესალმები აქ კი დავასახელებ მინიმუმ ერთ ადამიანს, ნანუკას, ჟორჟოლიანს, რომლის მეოხებითაც ძალისხმევითაც, ფონდის ძალისხმევით უზარმაზარი საქმე კეთდება. ეხლა უცნაური რამე უნდა ვთქვა, ეს ყველაფერი რომ გამოსწორდება, ხო? რაღაცა ნანუკა ჩილდო არ ვიცი და არც ალბათ არც თანამდებობას არ მოინდომებს, მაგრამ აი რაღაც ესეთი მსხვილი ფონდების, თან ფონდის, ხო არ ვიცი, რაღაცის ხელმძღვანელად უნდა თანხების კრებად უნდა დავნიშნოთ, მომბილიზებლად უნდა დავნიშნოთ და რომელიც თავისი ენთუზიაზმით, თავისი ენერგიით, თავისი პოზიტიური განწყობით, თავისი შემართებით და ასე შემდეგ და უსაბუთებს უცხოელებს თუ ქართველებს, რომ აი ამ ფონდში, მაგალითად, შეიარაღებული ძალების დახმარების ფონდი, ნანუკა აკეთებს ამას, ხო, მოიზიდავს პირობიდან რაღაც 2 მილიონს, რომელიც სჭირდება ამ შეიარაღებულ ძალებს გაუბედულებულებს ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მიერ, ან სხვა რომელიმე ფონდის გაკეთება შეიძლება, ხო? ბევრგვარი ფონდი უნდა გაკეთდეს და ადამიანებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა სხვა სფეროების და სხვა ადამიანების კეთილდღეობის არა და ამოსუნთქვისთვის შესაძლებლობის მიცემაში. აი, ნანუკა ალბათ საუკეთესოა, სხვებიც არიან, რასაკვირველია, ყველას პატივს ვცემ და ყველას უდასტურებ პატივისცემას. მოკლედ მე თბილისში ვარ, თბილ სახლში. ვწერ ვიდეო ბლოგს და ჩემი თანადგომა, ჩემი თანამონაწილეობა ამ ყველაფერში არის აი მინიმალური და კიდევ უფრო მინიმალური, იმიტომ რომ არაფერს ვარ ვაკეთებ გარდა იმისა, რომ ვიდეო ბლოგს ვწერ. და მივესალმები უკლებლივ ყველას. თქვენ აჩვენებთ არა მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ეხმარებით, არამედ აჩვენებთ მთლიანად ქართულ საზოგადოებას, თქვენს ოპონენტებსაც რეალურად და მომავალ თაობებსაც აჩვენებთ, როგორი უნდა იყოს, როგორი სოლიდარული უნდა იყოს საზოგადოება, არის საზოგადოება და როგორი შეკრულია ეს საზოგადოება. აქვე კიდევ ერთ ადამიანსაც დავასახელებ, ეს არის ჩვენი დროის კიდევ ერთი უბჭყალებოდ თავდადებული კაცი, მისი მთის ამბებით, გელა მთიულიშვილი. საოცარ ჟურნალისტიკას აკეთებს გელა მთიულიშვილი და მისი მთის ამბები. და მეორე ასეთი პატრიოტი, თავდადებული, გულანთებული ადამიანები, მოქალაქეები, ნეტავი მართლა ბევრი იყოს ამ ქვეყანაში, ამ ამბებმაც დაადასტურა ეს დასავლეთ საქართველოში, აჭარასა და გურიაში მიმდინარე სტიქიამ და მთის ამბების მონაწილეობამ ამ პროცესში და გაშუქებამ და ასე შემდეგ. მაგრამ ასევე დაადასტურა მანამდე არაერთხელ და დაადასტურა აი ბოლო თუ ბოლოს სინაქეისმა მზია ამაღლებელთან მიმართებაში. გელა მთიულიშვილი არის აი სამაგალითო ადამიანი, აი თუ ვინმეს უნდა რომ იყოს კარგი აი ესეთი მართლა ველზე გაჭრილი ჟურნალისტი, ხო? ველზე გაჭრილი ჟურნალისტი ის უნდა მან უნდა მიხბაძოს სწორედ გელა მთიულიშვილს. ეს არის ერთი ნაწილი ჩემი ვიდეო ბლოგისა, რომელსაც
ახლა წერ რომელსაც მე არაკი ქვია მეორე ამბავიც არის მეორე ნაწილიც აქვს ამ ჩემს ვიდეო ბლოგს თუ მიაქციეთ ყურადღება მეგობრებო რომ საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება რომელსაც მე ხუნტას ვუწოდებ მისი წარმომადგენლებიც არიან იქ მაღალმთიან აჭარასა თუ გურიაში უпроსოვად ისინი თქვათ მაღალმთიანში არ არიან მაგრამ სადაც არიან იქ არიან ახლა მე აგიხსნით გიამბობთ საზოგადოების წინაშე როგორ წარსდგება ხოლმე ასე მაგალითად დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ვერ გაუბაცა უბრალოდ იქ ცივა ძალიან ცივა მათ შორის იმ ადგილებშიც ცივა ყინვა რომელშიც ესე არ ბარდნის პირდაპირ მნიშვნელობით მაგალითად ლანჩხუთში უშუალოდ რაიონულ ცენტრში ან ოზურგეთში რაიონულ ცენტრში ცივა კლავი მეორე თუმცა ისე არ ცივა როგორც მაღალმთიან გურიაში ბათუმში ცივა მაგრამ ისე არ ცივა როგორც მაღალმთიან აჭარაში როგორ უნდა იყოს შემოსილი ამ დროს რიგითი მოქალაქე როგორ გონიათ ის უნდა იყოს შემოსილი ქურთუკში ლაბადაში ქურთუკში საკმაოდ თბილში ამასთან შეულებრივი ამბავია ეს მაგრამ ირაკლი კობახიძე ავტომანქანიდან რო გადმოდის კარს რო უღებენ მრავალ ათასიანი ჯიპის მრავალ ათეულათას დოლარიანი ჯიპის კარს რო უღებენ და ირაკლი კობახიძე რო გადმოდის ეს აკეთებს არის პიჯაკში კოსტუმში ეგრეთ წოდებულ პიჯაკში თბილში რატომ მიაქციეთ ყურადღება საერთოდ ამ დეტალს რატომ არ აქვს ქურთუკი აქვს მინიმუმ 1 2 3 1 თუნდაც 1 თუნდაც 1 და უხარისხო ისე მაგათ რა უთხარი მაგრამ თუნდაც 1 და არც თუ თბილი არც თუ ისეთი როგორიც უნდა ეცვას ხოლმე ამგვარ შემთხვევებში საქართველოს იმ მთავრობის თავმჯდომარის რომელიც რასაკვირველი არ უნდა გაცივდეს ეხლა ჩვენ სადაგყავს კაცო გასაციებელი ხალხი მაგრამ ირაკლი კობახიძე იმ რამდენიმე წუთში ვიდრე ის კამერების წინაშე წარსდგება აი ამ პერიოდში უფრო ზუსტი რო ვიყო არის სწორედ პიჯაკში შემოსილი და არა ქურთუკით შემოსილი იმიტომ რომ ამით აჩვენებს ირაკლი კობახიძე რომ მეც მცივაო არა პიარში კი მოუთხეს არა მარტო მათ ვინც მაღალმთიან სოფლებში ჩარჩა და ვისაც ნანუკას ჯგუფი და თუკაცანავას ჯგუფი სხვა ჯგუფები სოფელ ეძებენ კარდაკარ შედიან საკვები მიაქვთ ეხმარებიან ჩამოიყვანენ ჩამოხყავთ და ასე შემდეგ მეც გაყინული ვარ მეც თქვენსავით ვარ ზვირფასო მოქალაქეებო ესე ამბობს ამით ესე ამბობს ასე შემოსილი ამას ამბობს პრემიერად წოდებული კობახიძე რეალურად ეს ტყუილია რასაკვირველია იმიტომ რომ როგორც კი კამერების თვალს მიეფარება მისი დაცვის წევრებს უთუოდ მოაქვთ მისთვის ქურთუკი მოახურებენ ხოლმე გაათბობენ პრემიერ-მინისტრს იგივე ეხება უკლებლივ ყველა სარაბევს ვინც კამერებთან პოზირებს მაგალითად ეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ვინმე თორნიკე-ლიჟვაძეს რატომ ვინმეს იმიტომ რომ ის ისტორიისთვის ვინმეა რა თქმა უნდა არაფერი არ არის ნულია ეს უკანასკნელი სხვათა შორის კობახიძის არ იყოს კობახიძის მსგავსად ძალიან ხშირად რა უნდა დავარქვა არც ვიცი პოზირებს კამერების წინ მზერა მარცხნივ მზერა მარჯვნივ მზერა მიღმა მჭმუნვარე დაფიქრებული კაცის იერს იღებს და ეს კამერამენები ანუ ოპერატორები ფოტო და ვიდეო გადამღები ჯგუფები
აკვირდებიან და ის დარწმუნებული ვარ, არჩევს კიდეც ამ ეს კადრი მინდა სოციალურ ქსელში, ეს კადრი მინდა, ეს არ მინდა, ეს და ეს არ მინდა, ეს მინდა. გამოვაქვეყნეთ პირობითად 14 კადრი. 14-ვეში ბატონი რიჟვაძე, ისევ როგორც ხვები, არიან ასეთი, კვლავ მინდა გავიმეორო ეს სიტყვა, მზერა გაშტერებულები. თითქოს სივრცეში იყურებიან. თითქოს ნამდვილად აქვთ ცრუ იერი, რომ ისინი რამეზე არიან დაფიქრებულები და ბ შეწუხებულები. რეალურად, როგორც კი კამერამენები საკუთარ ოპერატორები საკუთარ სამუშაოს დაასრულებენ, რასაკვირველია ისინი იღებენ იმიერს, რა იერიც ყოველდღიურად აქვთ. ანუ ფუქსავატების, არაფრის მაქნისების, უვიცების, უცოდინარების და რაც თავარია იმ ადამიანების იერს, რომლებიც სულაც არ არიან შეწუხებულნი მომხდარით. და ამბავი მართლაც სერიოზულია და მე მესმის, რომ პირობითად 10 წელიწადში არა, სხვაგვარად ვიტყვი, 27 წელიწადში ერთხელ მოდის ესოდენ სერიოზული ნალექი. მაგრამ 27 წელიწადში ერთხელ რომ მოდის ესოდენ სერიოზული ნალექი, სახელმწიფო 27 წელიწადში ერთხელ ადეკვატურად უნდა დაუხვდეს, შეხვდეს ამგვარ სტიქიას. და არ ვიცი, აჭარის თუ არ ვწდები, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ქართული ოცნების წევრი ან შესაძლოა რომელიმე რაიონის საკრებულოს წარმომადგენელი რო ამბობს, რომ მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიქნები, რომ შევიძინოთ ტექნიკა, იმიტომ რომ ნებისმიერი აუდიტი გვეტყვის, რომ ეს არის სახელმწიფო თანხების განიავება, ეს პირი კონკრეტულად, ესე ხურში უნდა მოჰკიდო, უნდა გაიყვანო იმ ორგანიზაციიდან თუ სტრუქტურიდან, რომელშიც ის მუშაობს. იმიტომ რომ ადამიანის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერია, მეთქი ასე გეტყვი, ყოველ შემთხვევაში ნამდვილად არაფერია და აი ამ კონკრეტული პირის და საერთოდ მთელი საკრებულოს თუ უმაღლესი საბჭოს აჭარისა მუშაობა წყალშია გადასაყრელი სწორედ იმის გამო, რომ უკვე ჩვენ ამ სტიქიის გამო აფიქსირდა ჩვენთან მსხვერპლი. იმიტომ რომ აი ამ ტიპებმა არაფერი არ გააკეთეს იმისთვის, რომ შედარებით იოლად, თოვლს ვერ გააჩერებდნენ, მაგრამ შედარებით იოლად გამოიყვანათ მოქალაქეები. მათ ინფორმაციაც კი არ ჰქონდათ იმის თაობაზე, რომელ სოფელში ვინ არის ჩარჩენილი. ხოლო მდინარაძემ ახლა გამახსენდა იკადრა ისიც, რომ თქვა, რომ 106 წლის იყო ის ქალბატონიო და მოკვდაო რა. 106 წელი როგორ იცოცხლავ, ასე გამოუვიდა ამ დეპუტატად წოდებულს, რომელსაც მე მდინარაძე რუსს უწოდებ. რუსია, იმიტომ კი არა რუსული გვარი აქვს. მდინარე როგორ არის? რუსულად რეკოვ კი არ არის. ხო, მდინარაძეა. მაგრამ ის, რასაც ამბობს, ეს არის რუსულ კურსულ კულტუროლოგიურ სივრცეში ჩამოყალიბებული შექმნილი მესიჯი. არა, ვინმე ივანოვს მისთვის არ დაუვალებია ამის თქმა, ეს უკვე თავისით მოზდის. ამგვარი თვალსაწიერი აქვს მას მდინარაძეს და არა მხოლოდ. თოვლიაო რა, მეორე რუსზე ვიტყვი პაპუაშვილზე. იქია თოვლიაო რა თქვა პაპუაშვილი. ხო, თოვლია. ფორმალურად თოვლია, რა თქმა უნდა. აი ამ კამერამენებისათვის დავალებების მიცემაში გადის რეალურად ამ მთავრობად წოდებულის სამუშაო დღის მნიშვნელოვანი ნაწილი, თორემ როცა ისინი რეალურად მუშაობენ, განა დავალებებს არ გასცემენ. სხვას და ისინი, ვინც რეალურად მიდის გაწმენდით სამუშაოებზე, სხვების გამოსაყვანად სახელმწიფო ორგანიზაციების
სამაშველო ჯგუფებს გულისხმობ პირველ ყოვლისა რასაკვირველია წინ იმუშაობენ და არავინ მათ არც ძრახავს და არავინ მათ არ აკრიტიკებს ხო რომ არ დამავიწყდეს ირაკლი კობახიძემ სხვათა შორის ერთ-ერთი საჯარო გამოსვლის დროს თქვა რომ ოპონენტები უნდა გაეკრიტიკებინა ანუ ნანუკა სხვები და სხვები ესენიო ხელს გვიშლიანო ჩვენო და მე უცებ აი ამ სტიქიაა წარმოიდგინეთ სტიქია მძვინვარებს ასე რომ ვამბობთ ხოლმე ხო საგაზეთო სტატია სტიქია მძვინვარებს 80-იან წლები ვთქვა დასავლეთ საქართველოში ეს უნდა ჩავწეროთ ხო თქვა სათაურად აქ ირაკლი კობახიძე ახერხებს და ყურადღებას ამახვილებს კი არა ურევს ამ ამბავში deep states არა ირაკლი კობახიძე შეგდებულად აკეთებს ცხადია ამას იმიტომ რომ იმ მოქალაქეებს რომლებიც ისედაც ვერ იტანენ ხელისუფლების სადმი კრიტიკულად განწყობილ საზოგადოებას დამატებითი ზიზღი უნდა გაუღვივოს ირაკლი კობახიძემ აი ეს კი გარწმუნებთ სწორედ ივანოვი პეტროვი საგან მიღებული მესიჯია რუსულად ვიტყვი კაკნიბუჯ приурочьте это с deep state. Deep state იყო არ არსებობს, მაგრამ ну класс глобальной партии ვაიდი როგორმე მიაბით ეს ამბავი გლობალური ომის პარტიას. Deep state არ არსებობს ამაზე მისაუბრე. ამაზე რომ ესენი კამერებთან პოზირებენ, მე ხვალას ვილაპარაკებ ჩემს გადაცემაში კონტექსტში, რომელიც აღაბოს 1 მინუტის ნახევარს დაიწყება ფორმულაზე. თუმცა იქ სხვა თემებსაც განვიხილავთ და პირველ ყოვლისა განვიხილავთ შეერთებულ შტატებში მიმდინარე პროცესებს ტრამპი შეიცვალა, მეგობრებო, არც გარკვეულწილად არსებითად შეიცვალა მას შემდეგ, რაც პირველი საფრანგეთის პრეზიდენტი, მეორე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დაადგნენ, ესე უნდა ვთქვა, და დიდი ბრეინ შტორმინგი იყო ოვალურ კაბინეტში, მსჯელობა. მას შემდეგ შეიცვალა და იმის გამო შეიცვალა, რომ ზელენსკი დადგა თავის ადგილზე და თქვა, რომ რუსეთმა ვერაფერი ვერ დამაკლო. თუ ერთიანდებით ამ რუსეთთან, ოხერი და ტიალი, მე ჩემს ქვეყანას არ ვუღალატებ. და რაც არ უნდა დამიძახოთ, რაც არ უნდა ესადოთ ჩემს მოშორებას მაინც, მე ჩემს ქვეყანას არ ვუღალატებ. ტრამპი კი არა მამახმერთი რომ ჩამოვიდეს მაინც. ესეც თქვა ზელენსკიმ. მესამე, უშუალოდ ამერიკაში აატყდა ერთი ვაი უშველებელი. კონგრესმენებმა და სენატორებმა, მათ შორის რესპუბლიკელებმა, უკაცრავად სიტყვისთვის და დაახურეს ამ ტრამპს. თქვი, შემოვიდა თუ არა, შევიდა თუ არა, შეიჭრა თუ არა რუსეთი უკრაინაში. ამას ეკითხებოდნენ, იქ თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან არის ერთი კომენტარი გაჩენილი, იქ კონგრესში გამოსვლა გაჩენილი, იქ ემოციური გამოსვლები ჰქონდათ ადამიანებს, რომლებიც მანამდე წლების განმავლობაში, რომლებსაც სიტყვაც კი არ დაუძრავთ პრაქტიკულად არაფერს. ხოდა ეს გამომასკებული ტრამპი, ესე უნდა ვთქვა, ცოტა შეიცვალა, ცოტა მოდრკა. და ასე შემდეგ, მოკლედ ამაზეც მექნება ხვალინელ გადაცემაში მეთქი ხა დღეს რომ არ დაგასპოილეროთ, უბრალოდ დაგასპოილერეთ, მაგრამ ყველაფერი არ გითხრათ. ბარემ გეტყვით მხოლოდ ამას. დასასრულ კი ვიტყვი, ხო, გავიხსენებ დასასრულ, აი მე ეს რა ვნახე. სტერეოტიპულად რეიბანები ხშირება სხვა ბრენდის სათვალეები. რეიბანებით მოდის აჩიკო თალაყვაც, რომელიღაც მაღალმთიან სოფელში, არ ვიცი რა ქვია იმ სატრანსპორტო თოვლის საშუალებას. თოვლის სკუტერი შესაძლოა, ალბათ, არ ვიცი, მოკლედ მაპატიეთ. რაც ქვია. ნახეთ როგორი კადრია, ვინც არ იცის აღვხსნიმათ. შტატივია დაყენებული, შტატივზე არის კამერა. ეს კამერა უყურებს დაბლობიდან ამომავალ გზას. სადაც ყველა მიცის იქ კამერამენი მუშაობს ან ოპერატორი. ყველა მიცის რომ აი ამ წყლის კი არა თოვლის სკუტერით ამოვა გზავრი აჩიკო თალაყვაძე, რომელსაც უკან ვიღაცა უზის არ ვიცი. გააჩერებს. ეს ჩაფიქრებული რეჟისურაა ესეთი. გააჩერებს. რა მე ხوار გჭირდებათ? საიდან ახართ?
ისინი ეუბნებიან, რომ გელა მთივლიშვილის ღვთისამბებიდან აქ ელასგან ახართ, რამე ხო არ გჭირდებათ. ისინი პასუხობენ, რომ არაფერი არ გჭირდებათ და ის აგძელებს და ეს კამერა ატრიალებს და ზურგიდან უღებს უკვე ზემოთ წასულ არჩილ თალაკვაძეს მის მსგავს და იმ თოვლის სკუტერზე შემოზღუპებულებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ესენი გადასულები არიან მხოლოდ საკუთარ პიარზე. მხოლოდ იმაზე, რომ წარმოჩინდნენ, რომ ესეთი ჩართულები არიან ამ პროცესში, ესეთი შეწუხებულნი არიან, ისე მაგათ რა ვუთხარით, ხო? არა, შეწუხებულნი არ არიან. ესენი კვლავ ვიმეორებ, ყველაფერს განიხილავენ, სტიქიურ უბედურებასაც კი განიხილავენ. უყურებენ ისე საიმისოთ არ იმისთვის, რომ მე საკუთარი რეიტინგი აიმაღლონ. ეს არის მე არა კი, ჩემი ახალი რუბრიკა, მესამე ეპიზოდია ეს. იდეაში მე ჩაფიქრებული ვქონდა ცოტა სხვაგვარად. მინდოდა რომ რაღაც ამბები მომეთხრო ხოლმე, ალბათ მიუბრუნდები ამ ფორმატს, მაგრამ ეს ყოველდღიურობა სჭამს ხოლმე. ბევრ კარგ ჩანაფიქრსაც. ახლაც ბოლო 2 არაკია შესჭამა. რას იზამს ცხოვრებაც ეს არის. მე ვარ ირაკლი დაბლიაშვილი, მე გთხოვთ და მოგიწოდებთ, რომ აი ამ ვიდეოს description-ში ჩაშლილი არის რაღაც წერია ჩემი ანგარიშის ნომერი. საქართველოს ბანკსა და TBC ბანკში. PayPal-ი საფუძვლად ვერ დავამატებ, გითხავ ჩემს შულს და ის მომეხმარება ალბათ. კი არა მომეხმარება. რაღაც სხვა გადარიცხვის საშუალებები არ აქვს. მოკლედ, რითიც შეგეძლებათ შემეხიდეთ. მე ეს მჭირდება იმისთვის, რომ უკეთესი განათება მქონდეს. და არხსაც ჭირდება ეს განვითარებისთვის დაბლობედიას. არენდოთ ამ ფუქსავატებს. მადლობა მეგობრებო, ვინც ხართ. რა უნდა გითხრათ, სხვა რა უნდა გითხრათ. ვინც ხართ დასავლეთ საქართველოში. ოფიციალური სტრუქტურების მაშველებსაც კი მე ვეუბნები მადლობას. მადლობა თქვენ მეგობრებო, თქვენს მადლობა. ვინც მართლა საქმეს აკეთებთ იქ ხალხო. და არ პოზირებთ იქ, დეფილე არა გაქვთ გაბართული, თორნიკე რიჟვაძისავით. თორნიკე რიჟვაძის ისტორიის თორნიკე რიჟვაძის ისტორიის სანაგვეში აღმოჩნდება, რა თქმა უნდა. საქართველო კი გადარჩება აი ამგვარი ქმედებების გამო. So, ნახვამდის.